კი ბატონო. წიგ მოდი ესე გავაკეთოთ მაშინ, რომ ჩვენს აპლიკაციაში ჭირდება რომ ეხა აქ შევქმნათ ჩვენი cart feature-ი და შესაბამისად აქ ჩვეულებრივად ამას წავშლი. და მოდი აქ შევქმნი ეხა მე cart components ეს. და ასევე თან მოდი შევქმნი აქ user components. ეს ჩვენი user component. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ნახეთ, ანუ როცა უკვე suggestions მაძლევს, ჩვეულებრივად tab შემიძლია დავაჭირო და უშუალოდ კურსორის suggestion-ი გამოჩნდება. კაი, შესაბამისად ეხლა რაც დაგვჭირდება, არის ის, რომ კომპონენტებში ზუსტად ანალოგიური სახელებით, ამ შემთხვევაში იქნება user-ი და მოდი შევქმნათ კომპონენტი და იყოს user tsx-ი rafc-ის გავუშვებ. რომ შემოგვიმპორტდეს და ასევე შევქმნათ ჩვენი cart-იც, რომელსაც ვოკუპირებ, შევქმნათ ახალ ფაილს tsx. აქაც rafc-ის გავუშვებ template-ი პროექტსაც წავშლი. აი, ეხლა შეგვიძლია იდეაში რომ ვქეთ ეს cart-ი ეს შემოვაიმპორტოთ, ასევე ეს ჩვენი user-იც ზეცენ კომპონენტებიდან შემოვაიმპორტოთ და ეხლა იდეაში გქონთ რომ შევხედოთ, ვნახოთ, ანუ აქეთ გვაქვს user-ი, აქეთ გვაქვს cart-ი. ასევე მე დამჭირდება ხო, ანუ shadcn-ი, shadcn UI და shadcn-იც გამოვიყენებთ, შესაბამისად ესეც შეგვიძლია რომ გავხსნათ, იმიტომ რომ აქ რამოდენიმე კომპონენტი დაგვჭირდება. და შესაბამისად, ანუ აქ ეხლა ხომ პირველი რაც დამჭირდება არის popover-ი. აი ესეთი კომპონენტი გვაქვს ამ შემთხვევაში shadcn-ში, popover-ი, რაც არის რომ იდეაში დავაწყები ჩვეულებრივად popover-ი კეთდება. ეს მოდი ავიღოთ და დავაიმპორტოთ ეხლა ჩვენს პროექტში. კაი, ვინმეს თუ ახსოვს, ესე იგი shadcn-ი რატო არის კაი ბიბლიოთეკა, აბა ეგ გავუმეოროთ, ვინმე თუ მეტყვის სანამ ეს დაიმპორტდება, რატო ჯობია მაგალითად shadcn-ის გამოყენება, ვიდრე მაგალითად material UI. ან თუნდაც bootstrap-ი. ვინმეს თუ გახსოვს. რაც არკე შემოგაქვს კომპონენტები და ერთლიან ბიბლიოთეკას აღარ აყენებ მაგარი მაგის ფულს როგორც იცი. კი ბატონო, იდეალური პასუხია. რაღაც მოდელებს ვაცდებ. ზუსტად, ლევან, ანუ სათითაოდ შემოგვაქვს ეს ყველაფერი და ხან პროექტს არ გვიმცირებს. რაიმოდ გამოვავალოთ 1-2-3. დაინსტალირებს, თავიდან ჭირდება ხოლმე ცოტა დიდი ხანი და მე ჩვეულებრივ ვიყავს. ჩვენი popover-ის დაგვინსტალირდა, გადავიდეთ ახლა cart-ში და შეგვიძლია უკვე cart-ის, ესე ვთქვა, ფუნქციონალის დაწერა. კი ბატონო. ამ შემთხვევაში, ესე იგი, cart-შიც აქაც გამოვიყენებთ ჩვენ use shallow hooks. ამ შემთხვევაში ახლა მე დავფიქრდეთ, ანუ cart-ში რა დამჭირდება. Cart-ს ესე იგი, უნდა გქონდეს თვითონ პროდუქტები, ხო, ანუ რა პროდუქტები გვაქვს, ასევე cart-ის დარესეტების, ხო, ანუ გასუფთავების შესაძლებლობა უნდა გქონდეს, ასევე როგორც პროდუქტის ამოღების შესაძლებლობა უნდა გქონდეს, რომ წავშალო cart-დან, ტოტალი უნდა დავიმახსოვრო და ასევე მაგალითად შემიძლია რომ შემდგომ user-ს რომ დავამატებთ user-ისთვის პატარა ფუნქცია შევქმნათ, რომ მაგალითად თავის ადრესი ჩაამატოს user-დან გამომდინარე და ნუ ეგეთ შევხედოთ. შესაბამისად, აქაც გამოვიყენებ ესე იგი მე use stores, ხო? ამ შემთხვევაში გვექნება const, აქედან რაღაცები უნდა ამოვიღოთ. use store გვექნება ესე და ხო, ეს use store ესე იგი წარმოვა ჩვენი ზუსტანდიდან. ამ შემთხვევაში როგორც გავიარეთ, ესე იგი შუალოდ ამის შიგნით ვწერთ ისევ ჩვენ use shallows, რომელიც უკვე მოდის React ზუსტად shallow-დან. ხო, ეს ზუსტად ის feature-ია, უკვე suggestions-ს მაძლევს. ამ შემთხვევაში
მოგდის აქ ისევ callback ფუნქცია, სადაც არამეტად გვაქვს state-ი და შემდგომ აქ უკვე შეგვიძლია ამოვიღოთ ჩვენი ფუნქციონალი, რაც გვჭირდება. ანუ ამ შემთხვევაში ვიწითლებს, ხო, იმიტომ რომ გვჭირდება რომ ჩავუწყოთ ახლა ამას რაღაცეები. კი ბატონო. პირველი რაც სამოვყებ ის არის reset-ი, reset function-ი, ხო? და ეს იქნება state reset-ი, ესე. ასევე გვექნება ჩვენ ამ შემთხვევაში products და product state-ი ამოვაკ. ასევე გვექნება totally, totally, გვექნება ასევე set totally იდეაში არ გვხვდება, adress-ი გვექნება. Adress-ი გვექნება, ესეთი address და state address-ი და ასევე მექნება ამ შემთხვევაში remove product. აი ეს. ეხლა აქედან ხო უკვე structuring-ის გამოყენებით შეგვიძლია ამოვიღოთ აი ეს მთლიანი ფუნქციონალი, რაც გვაქვს. კი ბატონო, უბრალოდ გვაქვს ერთი პატარა სინტაქსური არფესი. რომ შევხედოთ argument of type state known. Reset any products. Any. ხო, ну იდეაში ამას უნდა გავუწეროთ თავის ტიპი, მაგრამ ვშკაროთ, განწერილი გვაქვს თავის ტიპი. ამ შემთხვევაში ნახეთ, ხო, ну იდეაში გაგიზიარებთ მე პირადად როგორ მუშაობ. შეგვიძლია მაგალითად, აი ხა chat-ში გადავიდეთ და აქ მოგცემს suggestions უკვე როგორ შეიძლება ეს error-ი დაიფიქსოს, ხო? სიტყვაზე. Ну, ეხლა მოდი გავაცნოთ, რომ error recording suggests that the function or passed you shall hold is not compatible with the expected type. Ну, ამასთან ანუ რატო ვაკეთებ ახლა მაგასაც მოდი ავხსნათ, რომ კარგად ჩავწვეთ იდეას. მსგავს შემთხვევაში, ხო, მნიშვნელობა რა ის იქნება. ეს კონკრეტული რაღაცა ხარვეზი, რაც გვაქვს, ხო, ნებისმიერ რაღაც სიტყვაზე ან რაღაც ფუნქცია არ მახსოვს, ხო? ან არ მახსოვს ნებისმიერი რაღაც. ადრე ესეთი რჩევა იყო, ხო, დამწყებ დეველოპერებისთვის, რომ და დაგუგლო და Google არის შენი საუკეთესო მეგობარი. ამ შემთხვევაში პირდაპირ შეიცვალა ეს ყველაფერი, დამოჩებული ვთქვათ. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ედიტორები გაჩნდა. შესაბამისად, დრო ძალიან კარგად გზუგება. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ outgit და წავიდეთ და ვნახოთ მაგალითად Stack Overflow-ზე, ხო, ვიღაც developers აქვს solution-ი თუ არ აქვს, ან მაგალითად Google-ის search engine-ის გამოყენებით. ან თუნდაც ხო, ანუ ზოგი მაგალითად ChatGPT-ს იყენებს და ChatGPT-ს იხარს. ესეც ჩემი აზრით კარგი ვარიანტია, უბრალოდ ხო, მსგავსი ედიტორები უკვე როცა არსებობს, ჩემი პირდაპირ რეკომენდაცია იქნება, აი, მაგ როგორ ვთქვა. რაღაც აზრი თუ შემეძლო 1 საათში რაღაცა კოდი დამეწერა, რაღაცა მოცულობის, ეხა იმავე დროის 1 საათიან ინტერვალში შემიძლია 10 ჯერ მეტი კოდი დავწერო. შესაბამისად, ამ განსხვავება ძალიან დიდია და ანუ ეს ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ უნდა გამოვიდეთ. შესაბამისად, ეხლა მოდი გავისვა is like express selector function that returns. აუ, იქნება მე ჩავიგდოთ მაგის რა ქვია სახელი საინსტალაციო მარკოდის და დავაყენებთ ჩვენც. კი. შეგვიძლია აი დღესაც გაგიზიაროთ რა, ანუ იდეაში ახლა შეგვიძლია რომ ისე VS Code-ში გავაგრძელოთ, ჩვეულებრივად მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ თვლი რომ არასწორი იქნება ჩემგან, იმიტომ რომ ძალიან მაგარი შესაძლებლობა შეიძლება ესეთი რაღაცა მსგავსი. კურსორი ამ შემთხვევაში ან მსგავსი ედიტორები და შესაბამისად ამასაც სჭირდება მიდგომა და ამოღამება რა როგორ მუშაობს და შესაბამისად ძალიან კაი იქნება ჩემი აზრით თქვენთვისაც რომ ხო ანუ უშუალოდ ამ ედიტორში მოხდეს master class-ების ჩატარება, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ნახავთ რამდენად შეიძლება პროდუქტიულები უფრო მეტად გავხდეთ. ამ შემთხვევაში აი ნახეთ ახლა ფოლდერები და ის ვერ გავიგე? ანუ VS Code-ში დამატებით extension-ებს რო ვაყენებით ეს error legs-ებით და რაღაცებს მაგერი ჩაშენებული აქვს თუ მანდაც აყენებ როგორც აი თუნდაც Copilot-ი ხო ყენდება იქ. არ დამეყენები არასდროს, მაგრამ კი ბატონო, აი ნახეთ, ანუ როგორც ვახსენე ესე იგი. ანუ აქ ჩაშენებული თუა თვითონ. ეს არის VS Code-ზე ანუ ჩათვალეთ VS Code-ი უბრალოდ დამატებული აქვს ფუნქციონალი, რომ გქონდეს AI-სთან ჩატი და ასევე უშუალოდ კოდის შიგნით, ხო? მაგალითად ესეთი რაღაცა შემიძლია ახლა გავაკეთო. ზუსტად ანალოგიური რაღაცა ხო დავწერე.
და აქ მაგალითად შემიძლია ახლა ვწერო, რომ give me from my store. აი, ხო გინახიათ, რომ აი კურსორის გამოყენებით შესაძლებელია აპლიკაციის შექმნა, თუნდაც პროგრამერები არ იცოდე და ანუ მართლაც მარტივია. აი, ეხლა იდეაში რა ფუნქციას დავწერე, შემიძლია ChatGPT-ს დავაგენერებები. ნუ პრომპტით მაგალითად give me from my store states which is ამ შემთხვევაში ხონდა ხო reset products total price and remove product and use it with use shallow. ანუ ზუსტად ანალოგიური რაღაცა დაწერა, ხო, ანუ წამებში. ზუსტად ეხლა რაც მე მეწერა, ხო, ანუ expects რო ვუწე, ზუსტად ანალოგიური რაღაცა გვაქვს. და ზუსტად ანალოგიურ რაღაცას ვიღებთ ეხლა. ამ შემთხვევაში ხა ამას რატო ვაკეთებ, რომ ხო, ანუ სიტყვაზე გაწეთლებული გვაქვს რაღაცა მსგავსი, და გვეუბნება, ნუ იდეაში ტიპები არის საჭირო. ამ შემთხვევაში ხო, ანუ your types გვეუბნება და your types შეიძლება ტიპები გავუწეროთ, ამ შემთხვევაში apply რო გავუკეთო. პირდაპირ ამ შემთხვევაში ნახეთ, ანუ იდეალური მაინც არ არის, solution-ი ვერ შემოთავაზა, აქაც ზუსტად ანალოგიური რაღაცა მექნება, ხო, your types-ის ჯერ არ მაქვს. მაგრამ ასევე შესაძლოა პირდაპირ აი აქ გვერდზე chat-ში კონკრეტულად bug fixing-ის ამბავიც გვაქვს, შეგვიძლია run-ი გაუშვათ და bugs იპოვის, თუ bug-ი გვაქვს ჩვენ კომპონენტში და ასე შემდეგ. კაი. ეს მომენტი გასაგებია, ხო და ნუ იდეაში აი ამ ყველა features ის extension-ებიც რაც დაყენებული გვაქვს ჩვენ Visual Studio Code-ზე, ავტომატურად გადმოყვება უკვე ჩვენს კურსორის ედიტორშიც. მაგას თუ გულისხმობდი ლევან, ხო, აი ეგ რაღაცეები, ან თუნდაც. ხო, ეგ მაინტერესებს. ხო, ანუ მაინც ჩვენ ვაყენებთ ასე რომ ვთქვათ, ხო, რასაც კი, გვინდა კი. დავაყენოთ. ჩათვალეთ რაღაცა, ანუ ისე Visual Studio Code-ს იყენებთ, ოღონდ უკვე ეს Visual Studio Code-ი არის რაღაცა სტეროიდებზე და უფრო მაგარია გამოსაყენებლად. Okay? ეს ამასაც ესეთი სიტუაცია გვაქვს. კარგი. შემთხვევაში დავაბრუნებ ახლა ჩემ კოდს, სქონდა ერთი. ესეთი სიტუაცია გვაქვს. ამ შემთხვევაში გვაქვს, ესე იგი, ხო, როგორც AI-მას გითხრა, და ანუ იდეაში. ესეც. გვეუბნება, რომ აქ გვაქვს ახლა, ანუ თვითონ state-იც არის unknown type-ი და ასევე პროდუქტებიც არის unknown type. ამ შემთხვევაში მოდი ესეთ ავტობოთ და შესაბამისად შემდეგ უკვე ჩვეულებრივად შეგვიძლია გავუწეროთ რა როგორ არის. ან შეგვიძლია პირდაპირ როგორც card state-ი ისე გავუწეროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი ესე დავტოვოთ და შემდგომ დავფიქსოთ ეს error-ი თვითონ type-ებით. და მოდი ახლა დავიწყოთ უშუალოდ ფიქრი რა შეიძლება გავაკეთოთ კონკრეტულად კომპონენტში. ამ შემთხვევაში მე არ მექნება TV, ამ შემთხვევაში მე გამოვაყენებ აი ამ popover ფუნქციონალს და აი ნახეთ თან უკვე რა კაია, ანუ რა მარტივია, ანუ თვითონ იმპორტებიც ხო, ანუ იმპორტებიც უკვე ყველამ ვიცით იმპორტი რა არის, უკვე ვიცით რომ რა ძალიან მონოტონურია, უნდა ავდგე და მაგალითად ამ suggestion-ის სახით შემოაიმპორტო, ან მაგალითად ვეძებო folder-ში, ახლა ეს ჩემი popover-ი სად არის დეკლარირებული და შემდგომ უკვე სწორი location მიუთითო ესე. ამ შემთხვევაში ხო, ანუ ჩვენი კურსორი რატო არის კაი? იდეალურად ხედავს ჩვენ folder-ების სტრუქტურას, რაღაც შემთხვევებში ხარვეზები აქვს, მაგრამ ძირითად შემთხვევებში მუშაობს იდეალურად. შესაბამისად, suggestion-ს გვაძლევს იდეალურად, რომ პირდაპირ შეგვიძლია რომ შემოვაიმპორტოთ ახლა ჩვენი popover-ი. აი ესე, ხო, ძალიან მარტივად შემოვაიმპორტეთ ჩვენი popover-ი, სადაც გვაქვს კარგი. შესაბამისად, popover-ს გააჩნია ახლა თავისი ტრიგერი, ხო? რომ მაგალითად, აი ხეთ, ამას რომ დააჭერ, ეს არის რაღაც ტრიგერი, რომ რაღაცა გახსნას, ხო? შესაბამისად, ამას ახლა ჩვენ popover-ს უნდა დავუყენოთ პირველ რიგში ჩვენი ტრიგერი. popover trigger-ი. აი ეს ტრიგერი გვექნება და ამას უნდა გავუწეროთ ეს child-ი, რომ რაღაც ჰიდრატაციის ერორები არ მოგვივიდეს, ხო? ანუ აქ
თავის შაციენს აქვს თავის რაღაც HTML სტრუქტურა, შესაბამისად ეს child-ი აუცილებლად უნდა გავუწევთ. და ამ შემთხვევაში ახლა დაგვჭირდება რაღაც ბათენი, ხო? ამ შემთხვევაში აი გვაქვს რაღაც ბათენი, რასაც ვაჭერთ და შემდგომ უკვე ხდება pop-over და გამოგვაქვს რაღაცა კონკრეტული კონტენტი. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ბათენი. ბათენი უკვე შაშენებული გვაქვს, ამიტომ მე გამოვიყენებ, ხო, რა ბათენიც გვაქვს, შაციენიდან reusable ბათენი, აი ესე. ამ შემთხვევაში variants, ხო, სხვადასხვა ვარიანტები მაქვს, ხო, და შემიძლია სელექცია როგორც მაგალითად primary ბათენი, ასევე secondary ბათენი, outline ბათენი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ აი აქ ამ secondary buttons და ასევე შეგვიძლია size-იც გავუწეროთ და size-ი შეგვიძლია მივცეთ და იყოს icon. ეს ყველაფერი მოდის უშუალოდ შაციენიდან. შიგნით შეგვიძლია უშუალოდ დავარენდეროთ ახლა shopping cart-ი, რომელიც მოდის Lucid React-დან, რომელიც შაციენს აი ეს თუთი shopping cart, აი shopping cart Lucid React-ის Python-ის არის აიკონების ბიბლიოთეკა, რომელიც ავტომატურად იმპორტდება. მოდით შევხედოთ. Correct. ამ შემთხვევაში რაღაც error-ი გვაქვს. State is not a function. API get state is not a function. ხო? შეიძლება ჩვენ პრობლემა გვაქვს უშუალოდ. ჯერჯერობით არ გვირენდერდება. პრობლემა გვაქვს აი გვაქვს პრობლემა. აი მოდი ამას წავშლივოთ, ჯერ DBY-ს მივხედოთ და ამას დავუბრუნდები, ახლა შევხედოთ. ამას წავშლე. DBY და ამ შემთხვევაში შევხედოთ, ხო. გვაქვს კარტი და ახლა დაგვჭირდება, რომ ამის შიგნით, ხო, ანუ ამ ბათონის შიგნით შევქმნათ უკვე რაღაცა კონტექსტი. მოდი ეს ყველაფერი გავაკეთოთ. ესე იგი ბათონი დავატრიგერეთ, გვაქვს pop-over trigger-იც და pop-over trigger-ის ქვემოთ უკვე შეგვიძლია გამოვიტანოთ ახლა pop-over content-ი. Pop-over content-ი აი ესე. გამოვიტანოთ pop-over content-ი, შეგვიძლია home ინდიაში შაციენი რაც ვუკავირო, დამატებით ჩვენი class name-ები დავუწეროთ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ overflow y გავუკეთო scroll-ი. Space-იც გავუწეროთ, მოდი, space. y იყოს 2 და მოდი ვიცი გავუწეროთ 96. აი ესეთი. Pop-over content-ი გვექნება, სადაც ეს ყველაფერი მოთავსდება და შიგნით გვექნება ახლა ჩვენ ერთი div. ამ div-საც მოდი გავუწეროთ თავის კლასები, იყოს flexi, იყოს gap 2, text-ი მოდი ამას დიდი კონდეს, LG გავუწეროთ large და items კონდეს center. აი ეს. და ახლა შეგვიძლია ამ div-ის შიგნით უკვე დავადეფაინდოთ მაგალითად h1, სადაც ვიტყვით cart. ხო, სადაც გამოვჭენ cards და ასევე შეგვიძლია აქ კონდეს კიდევ ერთი ბათონი. ესე. ახლა ამ ბათონის variant-ი მოდი გამოვიყენოთ. ჩვენ გვაქვს კიდე ესეთი destructive, აი ეს. ერთი variant-ი გქონდეს და size-იც იყოს, მოდი, icon-ის ზომა, რაც არის მითითებული. ამის შიგნით ჩვეულებრივად შეგვიძლია კიდევ ერთი icon-ი გამოვიყენოთ. Circle x-ი ქვია, აი, თორე find-ებს და ესე შემოვიდეთ. აი, მოდი შევხედოთ, აბა, როგორ გამოიყურება. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ნუ იდეაში ეს circle x-ი რა იქნება, რომ მე აქ ხა x რო დავაჭერ, ხო? იდეაში შეიძლება უნდა წამოვიდეს, მაგრამ ამას დავადეფაინდებ ცოტა ხანში, ანუ აქ რო წამოვა, ეს იქნება თითქოს რაღაცა reset ამბავისთვის, რომ ჩვენი კარტა გავასუფთავთ. ამ შემთხვევაში ბარემ შეგვიძლია, კაი, მოდი სანამ ფუნქციონალზე გადავალთ, ჯერ UI-ის ამბავს მივხედოთ. ყოველთვის ჯობია ესე გავა. ანუ ესე იგი ეს არის ჩვენი pop-over content-ის ერთი ტიპი, ხო? სადაც თვითონ კარტი მაქვს და მაქვს ასევე უკვე ფუნქციონალი, სადაც ამას
დავარ ესეთი. ეს შემიძლია ახლა დავკეთო, რომ კომპონენტი არ გამიდიდეს და აქ შემიძლია ახლა დავადეფაინდო მე მეორე divი, სადაც უკვე ჩვენს პროდუქტებს დავმატებთ, ხო? შესაბამისად აქ class name გვექნება და space გავუკეთებ, space y-ors, აი ესე. ხო, აქ თუ გავიწდება ხოლმე, შეგვიძლია ვნახოთ უშუალოდ tailwind-ის, ესე რომ ვთქვათ, სტილები, ხო, აქ უკვე დათვლილი გვაქვს ჩვენ იდეალურად დაშორებები, როგორ მინდა რომ იყოს და ამიტომ tailwind-იც მაქსიმალურად გვასწრაფებს და გვარიდებს უკვე აი იმ რაღაც მონოტონური CSS-ის კოდის წერის ამბავსაც. აქ ეხლა ჩვეულებრივად შემიძლია უკვე ხო აი პროდუქტები გადავმოყავ და იდეალურ suggestions-საც მაძლევს, როგორ შემიძლია რომ გადავმოყავ. ამ შემთხვევაში აი მოდი არ გამოვიყენებ, რომ roll suggestions აძლევს. აქ გვექნებს products, ხო? მაგრამ products-ში ეხლა ჩვენ დაგვჭირდება რომ უკვე პროდუქტები ამოვიღოთ. ამიტომ აქ შეგვიძლია ეხლა ისევ შევიჭიდოთ იმ ჩვენ shallow ამბავს. კაი. მოდი აქ ხა დავადეფაინდოთ იდეაში კიდე კიდე suggestions შეიძლება და ხო იდეაში ეხა თვითონ storage შემოვაიმპორტოთ ხო ეხა უკვე სწორად მოგცა იმიტომ რომ სავარაუდოდ რაღაცა typo error-ი მქონდა სავარაუდოდ შეიძლება სწორად ვაიმპორტებდი შეიძლება stores ვაიმპორტებდი არასწორად და მაგიტო არ მოყვებოდა ჩვენი პროდუქტები. აი ამ შემთხვევაში ხო ხვდებით, ანუ ეს არ არის ეხა რაღაც დეველოპერის ის, ხო? რომ მაგალითად ფიქსოთ თუნდაც სწორი იმპორტი, ან ფიქსოთ რაღაც ჩვეულებრივი ამბავია, ხო? თქვენ პროცესშიც დარწმუნებული ვარ მსგავსი кейსები იჩენს ხოლმე თავს და აი ზუსტად კიდევ ერთხელ გამომევდები, რომ აი ამიტომ არის მსგავსი ედიტორები უკვე კაი, რომ აი ძალიან გვასწრაფებს რა ესე. შესაბამისად უკვე ეს ფუნქციონალი შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომელიც არის products totally address-ი remove cart, remove product უბრალოდ და ერთი რაღაცა გვაკლია აქ როს მახსოვს ხო? აი, ნუ იდეაში არ მახსენდება ახლა რა მოკლია, მაგრამ გავაგრძელოთ მუშაობა. ამ შემთხვევაში აი ბატონს ახლა მე ავდგები და ჩვეულებრივად on clicks გავუკეთებ. და on click-ში უკვე შემიძლია reset-ი პირდაპირ ჩავაწოთ. reset. და რაღაც reset-ი გვაკლია და შეგვიძლია აქ reset-ი დავამატოთ ავტომატურად. დავამატებს და ენახეთ. რაღაც ერთ წამში მოხდა მაგალითად ამის დაწერა, ხო? ეს შემეძლო ახლა მე ჩვეულებრივად ჩემი დავწერე ჯერ აქ, მე აქ დამემატებინა, მე აქ ჩამემატებინა, ხო? წაიღებდა სიტყვაზე 1 წუთს. ამ შემთხვევაში ან უკვე ხედავთ ხო სხვაობას, ან რამხელა განსხვავება არის და რატომ უნდა უყუროთ უკვე ჩვენ AI-ის, არა ისე როგორც ჩვენ კონკურენტს და აი სამსახურს წამართნოს და რაღაცა მსგავსი, არამედ პირიქით გამოვიყენოთ მაქსიმალურად დავამუღამოთ როგორ შეიძლება ჩვენი AI რომ გამოვიყენოთ და შესაბამისად გავხდეთ უფრო სწრაფები და უფრო კარგად დავჰენდლოთ სხვადასხვა кейსები. შესაბამისად აქ გვაქვს უკვე ხო ბატონის განსუფთავების შესაძლებლობა და აქ გვინდა ახლა ჩვენი პროდუქტები დავმატოთ. მოდი გადავმატოთ ახლა ჩვენი პროდუქტი. აქ products რომელიც ჩვეულებრივად ეს პროდუქტი გვექნება, ამას ვქნებთ ეს map-ი. ამ map-ში მე წამომივა ერთი პროდუქტი, ხო? და შესაბამისად ამ პროდუქტში მექნება მე უკვე თავის კომპონენტი. აი ეს. რა კომპონენტი გვექნება, ეს არის საინტერესო, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომპონენტი CSS-ში, რომელსაც ქვია card-ი და ზუსტად. card კომპონენტი, რომელიც დაიმპორტებული გვაქვს უკვე და მოდი key-საც გავუწერ, ესე. და გვაქვს უკვე ჩვენი card კომპონენტი, სადაც ნუ key ჩავუწევთ პროდუქტის ID, იმიტომ რომ რატო აბა მე თუ მეტყვის key-ში რატო არის ცუდი რომ ინდექსი გამოვიყენოთ. ინდექსება მერე ხო არევა იცის, ანუ უბრალოდ ელემენტების ინდექსების არევა ხდება რაღაც. ხო, აი მაგალითად რომ რაღაცა ის განხორციელდეს, ხო, პროდუქტი ამოვიღოთ, ჩავამატოთ და რაღაცა მსგავსი რაღაცები რომ მოხდეს, აქ შემთხვევაში შესაძლებელია რომ ინდექსები უკვე აირიოს, არასწორად მიუთითდეს ინდექსები, შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი კის შემთხვევაში, რომ კონკრეტულ პროდუქტს, რომელსაც მოვაყავთ,
კონკრეტული ინდექსი ქონდეს. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება უკვე ჩვენ React-ის კურსზე, როცა ზოგადად, ანუ იდეაში ხო, map-იც როგორ მუშაობს, ხო, თითოეული პროდუქტი არის array და მაგასაც შემდგომ კარგად განვიხილოთ. უბრალოდ ეხლა აქ აღარ ჩავშლი. შესაბამისად კი, ბოდიში, შესაბამისად, ხო, ამ შემთხვევაში იდეალურია და სწორია, რომ მასე მივუდგეთ, რომ ინდექსებმა შეიძლება რაღაც არიოს, ასე რომ ვთქვათ, ვალიდური solution. აი, ეს გადამოვყეთ ჩვენ products card-ი და ამ products card-ში, ხო, ანუ products თვითონ გააჩნია ეხლა რა, product-ი კი არა იყო. თვითონ cards, ანუ შატ-CN-ში, ესე იგი როგორი card-ი გვაქვს. გვაქვს card-ი, რომელიც არის კომპონენტი, ხო, wrapper-ი თითქოს ამ კომპონენტის, თვითონ card-ის შიგნით გვაქვს card header-ი, გვაქვს card title-ი, ასევე გვაქვს card content-ი და გვაქვს card footer-ი. იდეალური card-ი არის მაქსიმალურად გამო. შესაბამისად, ეხლა შეგვიძლია ჩვენ ამ cards ჩვენი სტილებიც გავუწეროთ. ამ შემთხვევაში class name მოდი იყოს flexi და flex call იყოს, რომ horizontally დაგვირენდერდეს და მოდი დავიწყოთ ეხლა ამასთან მუშაობა. ესე იგი, როგორც აღვნიშნე, აქ მექნება card header-ი, ხო? შემთხვევაში card header-ი შემოსაიმპორტებელია. ბატონო, რომელიც აქედან წამოვა, ხო, იდეაში ნახეთ card header-ი, card title-ი, როგორც მოხდინა card content-ი, card description-ი არ დაგჭირდება, თუმცა ესეც გააჩნია. card description-ს ამოვიღებ და დამჭირდება ასევე card footer-ი. ხო, ნუ ეს description-ს მაინც იმპორტებს არა და ერთხელ წავშ. კი ბატონო. შესაბამისად, გვაქვს card header-ი და ეს card header-ში მე რა მექნება? card header-ში card-ის, ასე ვთქვათ, ანუ card-საც რო წარმოვიდგინოთ როგორც HTML-ის body-ს, ისევ ყოფს, ხო? აქაც მექნება ჩემი class name-ი, რომ ის სტილები რაც კონკრეტულად მინდა, ეგეც დავამატებ. ამ შემთხვევაში დავამატებ flex rows items center მაგალითად და მაგალითად პატარა gaps-ს გავუკეთებ, რომ იყოს ორი პიქსელი. card header-ში ახლა მე მექნება უშუალოდ card title-ი და აი product name-ს გავუწერ და product name-ი არ მოდის, რატო არ მოდის, საინტერესოა. product-ზე რა გვაქვს, მაშინ ნახოთ. title-ი გვაქვს კი ბატონო. აი ამ შემთხვევაში შეცდომა დავუშვე ახლა ჩემი კურსორმა. და ასევე მექნება მე button-იც, ამ შემთხვევაში მექნება button-ი, რომ მაგალითად შესაძლოა მქონდეს, რომ product-ის ID ავიღო და წავშალო, ხო? შესაბამისად button-ს გამოვიყენებ. აი ესე, ამის variant-ი იყოს, მოდი იგივე destructive variant-ი მქონდეს, destructive variant-ი, size-ი აქაც ანალოგიურად იყოს, მოდი icon size გავუწერ. აი ესე. და აქაც შიგნით დავანებდერებ პატარა bins, ხო? ესში trash გვაქვს, trash ორს გამოვიყენებ ამ შემთხვევაში. აი ეს. ესეთი button-ი გვექნება პროდუქტის საშუალად, შესაბამისად ამ button-ზე დაგჭირდება ახლა ჩვენ on-click function-ი, ხო? on-click ატრიბუტი უпростоრად და ამას შეგვიძლია ჩავაწოდოთ ახლა ჩვენი callback-ი. აქ გვაქვს ჩვენ უკვე remove product-ი, რომელსაც გადაეცემა უშუალოდ product-ის ID. ეს. შესაბამისად ეს არის ჩვენი button-ი. აქ გვაქვს ჩვენი trash-ი, შესაბამისად ამაზე დაჭერით, ეს ახლა parent-ია, აქედან უკვე წაიშლება ჩვენი პროდუქტი. ვიღაც შეეხება ჩვენ card title-ს. ასევე card title-ის ქვემოთ უკვე გვაქვს header-ში ვსაუბრობ, ხო? მეტი არაფერი არ გვაქვს. შესაბამისად header-ის ქვემოთ შეგვიძლია გქონდეს უკვე card content-ი. card content-ი, ესე. საუბრია card header-ი, ხო, card content-ი, უბრალოდ description-ი აქ არ გვაქვს და აქ გვაქვს product. აი TypeScript-ი რატო არის? აი ეს კონტენტი არ გვაქვს, შეგვიძლია მაშინ price-ი დავადეფაინოთ ჩვენ card content-ში. და ასევე მექნება მე card footer-ი და card footer-ში ესში გვია რა. ხო, ზოგჯერ
ზოგჯერ უაზროსაჯიშენებით იცის, ცხადახან ერვების მომშლელია ხო. და აქ დავარენდერებ უკვე მე იმ ბატონს, რაც გავაკეთეთ, ხო? ესე იგი, ჩვენი change quantity button-ში, აი ესე. და აქ შემიძლია პროდუქტის მაგალითად product ID ჩავაწოდო. და ეს რაღაცა გავა. შესაბამისად, აქ ჩავაწოდე ეს, მოდი შევხედოთ, რა ვიყავ, which ხა. Okay. შევხედე. და ეხლა გვინდა რომ ჩვენი იდეაში p-თაგების დავარენდეროთ და ერთ წუთი შევხედოთ რა შეა საქმე. იქ ესე იგი p-ში მექნება ეხლა მე გამოტანილი ტოტალი $1 დავუწერ. ესე. ანუ იდეაში ადრესიც ვალიდური იქნება. Welcome. ბატონო. კი, ეს რაღაც შევაკეთებთ უბრალოდ ეხლა ჩვენთან UI-ში adresi როგორც ანრენდერებოდა. Turn buttons are imperfect. Change button. Okay, probably სწორად ხმის. Sorry, გავასუფთავოთ ახლა ჩვენ აქ. შეტოტალე ამ შემთხვევაში არის ალბათ რეგულარულად. არადი იყოს მაჩვენებაში. ჩვენ როგორ ეს მოვაშოროთ. ეს ერორი დავიმახსოვროთ. ეს პროდუქტები უნდა იმაპებოდეს, მაგრამ რატომღაც არ ჩანს, რატო არ ჩანს საინტერესო. კარტჰედერი გვაქვს, კარტ-კონტენტი გვაქვს. ეს ხო დაიმპორტებული გვაქვს. ქარდი აბა შევხედოთ. ფორი. ხო, რამდენად უცნაური უნდა იყოს, ქარდი არა გვაქვს ჩვენ. შემოიმპორტებული, არა და მახსოვდა რომ გავაკეთეთ არა. მოდი ქარდის გავუშვათ. ყოველ შემთხვევაში ქარდი აი ესე გამოიყურება. ტექსტი. გჭირდება. აქ შეგვიძლია clear. ამ შემთხვევაში ხან overwrite გვეთქვეს რომ ქარდი იდეაში რაღაც ტიპის გადაულისომარე. შოვანი არის ეს გავუწეროთ და ნახოთ აბა რა შეიძლება ხა წესით და რიგით. Right, sure. Error server ხარ. Okay. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ხელს გადავალოთ თვალი, აბა აი ეს რაღაც შეგვიძლია ხო გავაკეთოთ. ნახეთ, ამ შემთხვევაში ხომ მსგავსად თუ მაქვს ხოლმე პრობლემა, Control A არის რომ თლიანად მოვნიშნოთ და Control L არის რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ უკვე კურსორის ჩატში. და მაგალითად კურსორის ჩატს ვკითხოთ, ხო რა პრობლემაა. და შემიძლია მაგალითად ესეთი კითხვა დავსვა. What is wrong with my code? It's not rendering part in my UI. და აქ ვადოს უკვე ხო იდეაში. რაც იდეაში მოგავაკეთე, შესაძლოა გვაქვს რომ ასევე ჩატი გქონდეს და დარწმუნებული ვარ ყველანი ვიყავით ChatGPT-ს და ბევრად კომფორტულია რომ უკვე აქვე გაქვს შენ ეს შესაძლოა რომ აქვე კონტაქტო და არა მაგალითად ბრაუზერში გადახვიდე და იმ ბრაუზერიდან რაღაცა
ამ შემთხვევაში საინტერესო რაღაც option შემოგთავაზა, შეგვიძლია აქ ახლა დავლოგოთ log products. შემთხვევაში სარიან array. შემთხვევაში დაემატა ჩვენი პროდუქტი. Liberty on იდეაში აქ უბრალოდ quantity გაეზარდა. აქაც დავამატოთ მეორე პროდუქტი, მესამე პროდუქტი. დავუნახოთ. კი ბატონო, ფუნქციონალი იდეაში მუშაობს, არანაირი პრობლემა არ არის. ხო, ანუ ამ შემთხვევაში სწორედ არის ყველაფერი შემოიმპორტებული, shell hook-ი და ასე შემდეგ. უბრალოდ პრობლემა არის ახლა უშუალოდ render-ში. ჩვენ pop-over content-ში სავარაუდოდ პროცესს არასწორად ვიყენებთ. შეგვიძლია ესეთი კომანდი გაუშვათ ახლა, თუ რაღაცა AI ნაზავი master class-ი გამოვიდეს დღეს. კიდე რაღაცა სკილები დავამატოთ ჩვენ skills-ს. მაგალითად, როგორი prompt-ი შეიძლება გავუშვათ ახლა. My products are working and it's coming in my console, but UI has problem over part from shadows. იდეაში ახლა დავიჭირო სწორად ეს შემიძლია ჩვენი კარდი ახლა კარდი გვაქვს, card header-იც გვაქვს, card title-იც გვაქვს. ყველაფერი გვაქვს იდეაში აქ დადეფაინდებული. აბა რა უნდა. თი ხო, არასწორი იმპორტი შეიძლება არის რა იყოს. She only folder ხო, ზოგადად ანუ ეხლა ჩვენ ხო React-ს ვიყენებთ და React-ში byte-ში უბრალოდ ანუ ფლად არ არის სასურველი შადსიანის გამოყენება, უბრალოდ რაღაცნაირად მინდოდა რომ თან გამომეყენებინა. მაინც უარს იძახის დარენდერებაზე, მაგრამ სურო აი შეგვიძლია ესეთი ტესტი ჩაუტაროთ ახლა ჩვენ cards ეს თვითონაც გავაკეთეთ აი კიდევ ერთი სუპერ ძალა ჩვენი ეს კოდის აქ შეგვიძლია მაგალითად გავუშვით ახლა რა okay we may move my shots components and render with HTML text. ეხლა ის გადაულის და ანუ ზუსტად ანალოგიურ კოდს დამიწევს უბრალოდ ის გამოყენების გარეშე. და აქ შეგვიძლია ანუ ეთერი გავუშვათ და ზუსტად იგივე მივიღეთ უბრალოდ იმის გამოყენებით და მოდი შევხედოთ ეხლა თუ იყო პრობლემა უშუალოდ ჩვენი შატსის. ეხლა ის აური იყო და ხო, იდეაში ეხლა ნახეთ, ანუ ემატება. უბრალოდ ნუ ეხლა აქ რახან დივები არის, სტილები აერია. მაგრამ პრობლემას მოვაგენით, რომ უშუალოდ pop-over-ის ბრალი არის. ეს ხო. ფუნქციონალის იდეალურად მუშაობს ყველაფერი. აი, ესეც ვნახოთ. პარტიის გასუფთავებას მუშაობს როგორც ხედავ, შესაბამის. Okay. დავუბრუნოთ ახლა ჩვენი კომპონენტი და მაშინ ვხედოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს. Pop-over content-ი და triggers ვაიმპორტებთ ჩვეულებრივად. Pop-over-შიც ესეთ პრობლემა არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ჩვეულებრივად მუშაობს. იდეაში card-ის ბრალი უნდა იყოს მაშინ აქ
უცგამობს. ეს კარდიც. აი ეს არანაირი ერორი სახეზე არ არის. სალამი. ხო, თქო უცებ რო ჩაგდო ესე იგი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში cards ვადეფაინდებთ ეხა. მაგრამ ჯერჯერობით ვცდილობთ ეხა ამომუშავოთ უშუალოდ რაციონის გამოყენებით. აი ამ კარტში ხო ანუ გამოვიყენეთ popover-ი, გამოვიყენეთ ჩვენი კარდი, თვითონ კომპონენტი, უბრალოდ ეხა რატომღაც არ გვიჩდება. უშუალოდ UI-ში, აი ესეთი პრობლემა გვაქვს. დავამატეთ, ფუნქციურად მუშაობს, უბრალოდ აქ კომპონენტები არ გვირენდერდება. და ხო ვცდილობთ ეს ყველაფერი გავფიქსოთ. აი, ჩემთან ერთად ვინმე წერს, პირველი ეგ მაინტერესებს. თუ ანუ ყველა უბრალოდ უყურებთ. მე არა. ოკეი. სხვებთან რა ხდება? არის ისეთი ვინც წერს ჩემთან ერთად. აუ, ძალიან დავაგვიან ერზე, დასული ვიყავი და. არა, ანუ ისეთი არაფერი არ გამოგიტოვებია რა. ანუ ეხა რაც აქვს წერე იდეაში ან მაგას ვაკეთებთ რა. ისეთ ისეთი არაფერი. აი, მოდით რომ შეგახედოთ, ხო, შენს გაიაზრო ახლა შვებით, არის ეს, ნახე. ჩვენ ვიყავით კარტი დავამატეთ და კარტში გვაქვს უკვე თვითონ use shell-ის გამოყენებით ვიღებთ ფუნქციონალს და ასევე გვაქვს კომპონენტი, სადაც უკვე popover-ი გვაქვს დადეფაინდებული და ამ popover-ში უკვე ჩვეულებრივად ამ div-ის საშუალებით ამ products მაპავთ და თითოეულ პროდუქტისთვის ვქმნით cards და ანუ ეს კარტი ჩვეულებრივად დეფაინდება მერე, ანუ გავსი პროდუქტით ესე. რატომღაც ეს popover-ი არ მუშაობს. ანუ თან კურსორის ტუტორიალისავითაც გამოგვდის, იმიტომ რომ თან ხსნიან კურსორი როგორ შეიძლება რომ გამოვიყენოთ. შეიძლება იდეაში კურსორმა, მაგრამ ეს ყველაფერი სწორად არის შემოიღოთ. აი story ვნახოთ. აი story-ც არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ ფუნქციონალი მუშაობს ასე თუ ისე. ერთი reset button-ი არ მუშაობს. ჩვენი reset button-ი ხო, იდეაში აქ ჩემი reset-ი საწავიდა. reset-ი აიგერა გვაქვს. shopping cart-ზე გვაქვს reset-ი, ეს არასწორი არის. აი აქ უნდა გვაქვს reset-ი. ესე. აი ხანდა იმუშავებს ესეთ ამ reset. Box totally თავიდან adress. აი მოდი იდეაში ამას მოვეშვათ და მოდი ახლა ვცადოთ აბა იდეაში user-ის შექმნა და ვნახოთ users როგორ ამუშავებს. და ანუ მე ამას დავუბრუნდეთ, რომ ახლა ამაზე თუ არ დავკარგოთ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია იდეაში ამას მოდი set totals დახრია. გავუშვებთ ასაძინებლად. აქ გავფიქსოთ და მოდი user-ში გადავიდეთ და ახლა user-ში ვნახოთ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. იმიტომ რომ user-ში ერთი რაღაცა პატარა fetch-ი მინდა იდეაში რომ დავამატო და მოდი ჯერ მაგას მივხედოთ, ხო? მე რა დავუბრუნდეთ ჩვენ პრობლემას. კაი, აქ გვაქვს ესე იგი ჩვენ user კომპონენტი, ამ user კომპონენტს უკვე ვნახეთ, როგორც ვადეფაინდებთ და ოკეი. მოდი ჯერ აქაც გამოვიყენოთ popover-ი და ვნახოთ აბა აქ თუ ამომუშავებთ popover-ს. აქაც ვერ ამომუშავებთ popover-ი. popover-ი გვაქვს ესე. auto import-ით UX კომპონენტი შემოგვივა
და ესე იგი, როგორც თქვით, გვაქვს ჯერ popover trigger-ი. Popover trigger-ი, ესე. აქ გვაქვს ეს child property, აქ შემიძლია ეხლა მე ისევ button-ი დავდეფაინდო, ეს button-ი იყოს. ზოგჯერ შეიძლება ანაურიოს ხოლმე და რაღაც სურლელური საჯიშენებიც მოგწვის. ესეც აქვს, და ესეც არის ერთ-ერთი იმის მაგალითი, რომ ანუულად იდეალურიც არ არის. აქ მოდი user icons დავდეფაინდო lucid react-დან. ეს იქნება ჩვენ user icon-ი, მაინც შევხედოთ. ბატონო. აჰა. გამოგვიჩნდა და ეხა popover trigger-ის ქვემოთ გვექნება popover content-ი. ესე. შეგვიძლია. ხოლმე ერთი წუთით უმუშაობს. user-ი ჩანს ჩვეულებრივად, კი ბატონო, ეხა შეგვიძლია popover content-ში შიგნით უკვე მოვხდით манипуляციები. აქაც ანალოგიური კოდი გავწეროთ, ანუ class name მოდი space y იყოს 2, v იყოს მოდი 96 და ასევე overflow y-ი მქონდეს scroll-ზე გაკეთებული. ეს იქნება ჩემთვის ან popover content-ის class name-ი და მოდი აქ ახლა ისევ div დავადეფაინდოთ, ამ div-ისთვის class name-ის გავაკეთებ flex, იქნება items center და gap-ი იყოს 2 პიქსელი. 2 პიქსელი რაღა იყო 2. აქ ახლა შეგვიძლია რომ დავადეფაინდოთ მაგალითად p-ში მოდი full name იყოს ჯერ სტატიკურად და p-ში აქ მაგალითად name. ეს რო გამოგვარჩიო, იმას text-ს გავუგზავნე მოდი smalls, ეს. ეს თი რაღაცა გვექნება. ამის ქვემოთ, ანუ ამ div-ის ქვემოთ მექნება ეხლა მე ერთი input-ი, ანუ ვისაუბრე რაზე რომ, ანუ მოდი შესაძლოა გქონდეს იქიდან გამომდინარე, რომ აი აქ როგორც გავაკეთეთ ჩვენ, ესე იგი user card slash-ი, გვაქვს ერთი ფუნქცია დამატებული set address-ი და მოდი ანუ address-ი ავარჩივნეთ users, რომელსაც მე card-ში გამოვაჩენთ, რომ card-ში უკვე დავადეფაინდეთ ჩვენი address-ი. აი, მოდი დავუბრუნდეთ user-ზე და აქ ეხა ჩვეულებრივად ხო, დაგვჭირდება ორი ოდეში ან default HTML-ის labels და inputs არ გამოვიყენებ, ამასაც აქედან წამოვიღებ და label იქნება, ჩვენი label იქნება აი ეს. წამოვიდეთ და ეს გავუშვათ. და ასევე მექნება input-იც. გვაქვს ჩვენ შატსინში ეს ჩვეულებრივი input-ი არის. და ამ input-საც დავაიმპორტებ ჩემს UI კომპონენტებში, რომელიც არის საკმაოდ კარგად reusable. შემიძლია ეხლა გამოვიყენო უკვე ჩემი label-ი და input-ი. ამას რომ label ექნება label, რომელიც UI label-დან წამოვა, ამ შემთხვევაში გვინდა რომ იყოს address-ი, browse იყოს your address-ი და კოდის ერთგელი იყოს და აქ input-ი ის ორდერი input-საც UI input-დან შემოვაიმპორტებ ეს და შესაძლოა ვუძვით რომ UI-ში იდეაში დაწეროს თავისი address-ი. აქ შეგვიძლია გავუწეროთ თვითონ ID, იყოს address ID, ასევე value ხო, default-ად გვექნება, მოდი ჯერ მაგას არ დავუწერ და placeholder-ად გქონდეს enter your address. ეს თი რაღაც გვექნება. აი სამისად ამასაც თავის on change ექნება და იმ ფუნქციასაც ეხა ვიღებთ რომ გამოვიწყოთ. აი მოდი შევხედოთ ჯერ ჩვენ კოდს, აბა იდეაში აქ ხა. დიალოგად რენდერდება. საკითხია აქ რატო არ გვენდერდება? ესე იგი ხო, გამოდის რომ პრობლემა გვაქვს ეხა იქ card-ში და მაგას თავიდან გადავაწყობთ. აქ ჩვეულებრივად ესე იგი გამოვიტანთ აქ სახელს, username-ს და აქ address-ში ჩვენ ფუნქციას, რომელიც შექმნილი გვაქვს store-ში.
აქაც ესე იგი მე დავჭირდება, ხო? ოკეი. Post. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ რას? გამოვიყენებ set address. Address პირველ რიგში, ასევე მაქვს ადრესი თვითონ უკვე, რომ value-თ გამოვიყენო, მაქვს full name-ი, მაქვს username-ი და გვაქვს კიდევ, ჯერჯერობით არაფერი. ერთ რაღაცასაც შეგვიძლია რომ დავამატოთ. მე რაღაც default user-ის ხოზე ხელოვნურად რო გავუქეშოთ ის. აქან use source გამოვიყენებ ზუსტანდიდან და ნახეთ ზუსტანდიდან არა უფრო სწორად stores გამოვიყენებ ჩვენი store-ით. ზუსტად. აქ გვექნება ჩვენი store-ი. სად არის ჩვენი store-ი? და აქაც მე ჩემი store-ი. ამ store-ს გამოვიყენებ. ეხლა ამ store-ში შიგნით მე მექნება use shallow, რომელიც უშუალოდ მოდის საიდან? ზუსტანდი shallow გვაქვს და ასევე გვაქვს shallow. აი ესეთი shallow და ამის შიგნით გვაქვს კიდევ ერთხელ, ხო? ანუ ამას ბევრჯერ გავიმეორებ, რომ გაგვიჯდეს. state-ი და ამ state-ის გამოყენებით ხდება უკვე ამოღება, რაც ჩვენ გვჭირდება. set address-ი უგრის state set address, address-ი იდეაში კაი suggestion-ები გვაქვს და ხო, იდეაში ეგ არის ხო, რაც გვჭირდება. ეხლა შეგვიძლია ეს ყველაფერი გამოვიყენოთ, ესე იგი. full name-ის მაგალითად გამოვიყენებ. full names და usernames. კი ბატონო. და ეხლა გვჭირდება ამას შეგვიძლია value-თ გავუწეროთ adress-ი, რაც მაქვს და ასევე აქ დავგვჭირდება ჩვენი onChange ფუნქცია, ხო? onChange-ი სადაც ეს მიიღებს events და იქნება set address-ი set address-ი სადაც აქ იქნება event target value. აი ესეთი onChange function-ი გვექნება. ეხლა აქ რისი დამატება მინდა? აქ ჩვენ შეგვიძლია რომ თქვენ store-ში მაგალითად შევქმნათ user slice-ში მაგალითად დავამატოთ კიდევ ერთი ფუნქციონალი. მაგალითად რაღაცა რო წარმოვიდგინოთ შესაძლებლობა გქონდეს რომ user-ი გავშვიჩოთ, ხო? რაღაცნაირი ხელოვნური იმიჯი რო შევქმნათ. მაგალითად ფუნქცია შეიძლება იყოს შემდეგი. მაგალითად რა შეიძლება დავარქვათ? set-ი არა, fetch user-ი მარტივად. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ეს async function-ი მექნება. და ამ async function-ში მაგალითად რაღაც ხელოვნური ის დავამატოთ. await promise-ი შევქმნათ. promise-ი, რომელიც კი ბატონო, დარეზოლვდება 1000 ms-ში. აქ იქნება ფუნქციონალი, რომ მაგალითად set შეგვიძლია address-ი მინდა, რომ ცარიელ string-ად დავტოვო, იმიტომ რომ თვითონ შევაყვანე. ესე ვიქნება John Doe, username John Doe იყოს და შეგვიძლია age-იც გავუწევთ. age იყოს 25 წლის. ამ შემთხვევაში ჩემ type-ებში, user type-ში შემთხვევაში გვაქვს. ან user action-ებში მოგვიწევს რომ რა გავაკეთოთ თოკო აბა? მინდა რომ ჩაერთო. აქ user type-ში. რა გვინდა რომ შევცვალოთ იდეაში suggestion-ი ამ მოაქვს. ხო. user action-ში ახალის უნდა დავამატოთ, ხო? ანუ იქ თუ დავამატე, აქ იქნება fetch user-ი იდეაში, რომელიც დაგვიბრუნებს promise და ამ შემთხვევაში იქნება void type-ის, არაფერი ისეც არ დაგვიბრუნებს. ესეთი სიტუაცია გვაქვს ამ შემთხვევაში. ხელოვნურად ჩვენ, ესე იგი, fetch-ავთ ჩვენ users, ხო? სად არის? კიდევ ერთხელ, აი აქ, ხო? და set-ავთ შემდგომ, ანუ ისეტება, და შესაბამისად აი ეს ჩვენი
state რაც გვაქვს, adresi, full name და username, აქ ავტომატურად იცვლება John Doty, John Doe, age, მაგრამ adresi გვჩება ცარიელი. და აქ შეგვიძლია წამოვიდეთ ჩვენ user-ში და აქ მეავდგება ეს ჩემი fetch user-ის. შემოვიტანო, why not? და ხო, ეხლა როგორ შეიძლება რომ ეს fetch user-ი გამოვიყო? ხო, ის ავტომატურად დაგვირეზოლვდება, შესაბამისად აქ პირდაპირ შემიძლია რომ გამოვიყენო use effect-ი. Use effect suggestions-ს იძლევა დავწეროთ, შევხედოთ. ხო, dependency array ჯერ მოდი ცარიელი გავუკეთოთ. და აქ მექნება ჩვეულებრივად რომ async function fetch user. და ამის შიგნით უკვე ჩვეულებრივად fetch users გამოვიძახებ, აქ გამოვიყენებ და აქ dependency array-თაც fetch users ჩავარსვი. ესეთი use effect-ი გვექნება რომ ესეთი რაღაც მოხდეს, როცა user-ი გაიფეჩე. კაი, რამე კითხვა თუ გვაქვს ამასთან დაკავშირებით და იდეაში კითხვა კი არა, მოდი შევხედოთ. შე თუ მუშაობს. ადრესი ამ შემთხვევაში რაღაც ერორი გვაქვს ისე. აქ რაღაც user 6 fetch user-ზე გვაქვს ახლა მაგაზე ვაპირებდი ზუსტად კითხვას. რა საჭირო არის ხო ეს use effect პირდაპირ ხო შეიძლება გაშვება მაქედან ფუნქციის. აქ ნუ ერთი პრობლემა ისა რომ იგივე სახელი დავარქვი, ზუსტი გადავარქვი და ეგ საკითხი გავიაროთ. ესე იგი ლევან ვერ გავიგე რას მეკითხებოდი? ანუ იქ ხო დესტრუქტურიზაციას ვაკეთებთ, ფუნქცია წამოღებულია და იმპორტებულია და პირდაპირ რო გავუშვათ რა მოხდებოდა? პირდაპირ სალმა გავუშვათ. ანუ use effect-ი რო გაგვეშვა პირდაპირ, ანუ ცალკე fetch data შობელის რა შეგვექნა async ფუნქცია. და პირდაპირ fetch user-ი რო დაგვე იმასთან გამოგვეძახებინა use effect-ში. აი, ანუ შენი ძახი, ნახე, ანუ შენი ძახი ლევან რომ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. პირდაპირ ანუ await და fetch user-ი ესე რომ გავაკეთოთ. პირდაპირ await-ის გარეშე ვარ. await-ის გარეშე ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ნახე, ანუ პრომის გვიბრუნებს ხვდები? და ეგრევე ვერ გამოვიძახებთ, აი პრობლემა გვაქვს ახლა. იმიტომ რომ ასინქრონული ფუნქცია არის თვითონ fetch user-ი. შესაბამისად ამ client-ში ხო ვერ გამოვიძახებთ ჩვენ ასინქრონულ ფუნქციას. ანუ ხო ზემოთ რო შევქნათ ასინქრონული ფუნქცია, აი იმას ხო გამოვიძახებდით მან. აი დაუშვათ 21 ხაზის ზემოთ რო ეწეროთ მაგ და იქედან არ ვაექსპორტებდეთ, თუ აიმპორტებდეთ. საიდან აბა? ანუ ეგ შემოტანილი ხომ არის ზუსტანდიდან, მაგრამ აი თვითონ აქ რო ქონდეს მაგ ფუნქცია შექმნილი, მაგ შემთხვევაში პირდაპირ ხო გამოვიძახებდით use effect-ში. await-ების და იმის გარეშე ხო ანუ პირდაპირ fetch users. ნახე, არა, მაინც ვერ გამოვიძახებთ, იმიტომ რომ ანუ ასინქრონული ფუნქცია არის და ასინქრონული ფუნქციის გაშვება single page application-ში შეუძლებელია. იმიტომ რომ from-ის გვიბრუნებს და ესე რომ ვთქვა, უნდა დავასინქრონოთ. იდეაში უნდა დავასინქრონოთ, აი ზუსტად რასაც ჩვენ custom hook-ებით ვაკეთებთ, უშუალოდ tense stack-ის გამოყენებით, ხო? use query-ც, use mutation ზუსტად მაგას აკეთებს, რომ ის სერვერი, რაც ასინქრონული სერვისი გვიწერია უпростоრად, მაგას გვისინქრონულებს, რომ ჩვეულებრივად გავუშვათ მერე ჩვენ კოდში. და ამ შემთხვევაში ეს fetch user-იც არის ასინქრონული, იმიტომ რომ ხო, იდეაში შენ რასაც ამბობ ლევან, თუ სწორად მივხვდი, ნახე. მე გამიკეთებია ხოლმე რაღაც data წამომიღია და გამომიძახებია ხოლმე use effect-ში პირდაპირ და მაგიტო ვიკითხე. აი, აბა პრომისებით რო არის მაგარიც მე მგონი ხო პრობლემა, ანუ იქ კოჩი რო გადახვიდია ახლა ვნახე. ხო, ანუ აქ ხელოვნურად ვქნით ჩვენ პრომისს. რომ რამდენიმე ხანში დარეზოლდეს. შეიძლება მაგას გულისხმობდი? თუ გინდა გავიაროთ იდეაში, აბა აი როგორ შეიძლება რომ დავწეროთ share suggestion-ის კონდა. არა, ხო, ახლა კი მივხვდი რაზე, მე სხვანაირად ვაკეთებდი ხოლმე მაგას, სხვანაირად ხო, ახლა კი მივხვდი რაშიც ცდებოდი ხო. და რა მაინტერესებს კიდე ერთი რომ
ეს use shallow-ს გარეშე რომ გამოვიყენოთ თვითონ ეს ზუსტად ის ამ შემთხვევაში რა მინუსები აქვს რა ანუ რატო ვიყენებთ მაგას პირდაპირ რატო არ ვაკეთებთ დესტრუქტურიზაციას და მის გამოყენებას ნახე, ანუ ერთი ვარიანტია რომ პირდაპირ ამოვიღოთ და მაშინ ანუ როგორც აი აქ F-ში გვაქვს ნახე, თავიდან რომ დავწერო. ხო, ანუ სათითაოდ გვაქვს ესე ამოღებული. ხო? და თუ სურს მაგალითად რომ use shallow-ს გარეშე ამოვიღოთ, მაშინ აი ამის შიგნით ხო, ანუ რამოდენიმე callback-ი კეთდება და ანუ კოდი უფრო მახინჯდება და უფრო რთულად ხდება გასაგები, რას ვაკეთებთ. შესაბამისად, ზუსტად აქ თვითონ ეს პრაქტიკა, რომ თუ გვაქვს complex data და ამ შემთხვევაში როგორც Carslay-ში გვაქვს რამოდენიმე როგორც ფუნქციონალი, ამ შემთხვევაში იდეალურია გამოსაყენებლად ჩვენი use shallow, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი use shallow გვიმარტივებს აი ამ ფუნქციონალის ამოღებას. ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე უნდა ამოვიღო, ხო, ანუ აქ ეში არა, ხო, აქ user-ზე ვმუშაობთ, მაგრამ მაინც აი ესე სუფთად use shallow-ს გარეშე მაინც ვერ დავწერთ და მაშინ დაგვჭირდება ამოღება. აი, მოდი, აბა ერთი მე მახსოვს რომ ისე ამოვიღე ხოლმე თითქოს პირდაპირ აი უბრალოდ use თორე ორი ჩვეულებრივად გავაკეთე ხოლმე ნახავ ერთი მაგის მოიცა, აი, ეხლა დავაწერინოთ და შევხედოთ. Use it without use. უბრალოდ მე მგონი რენდერებისთვის არის ხო ეგ კარგი როგორც ხო, ანუ ხო, use shallow-ს დროს არც არენდერებს. ხო ხო, მაგრამ იდეაში ამ შემთხვევაშიც ზედმეტი რაღაცა გადატვირთვები არის მე მგონი ხო ისე ხო, პირდაპირ რა. გავუშვი შემთხვევაში რა. ამ შემთხვევაშიც აი ნახე, ესე ფიზიკურად ეს უცნაური ესე ერთი წუთი დავაბრუნოთ. ჩვენ use shallow ეს ხო პრობლემა ხო ხო. აი ნახე ლევან ანუ წერან ხო use shallow-ს გარეშე. ესე იძახი ხო შენ ესე იგი. ხო ანუ მაგ სულ არაფერი ვარ გადავცეთ use tools და პირდაპირ ეგრე მაგ ხოლმე განაკეთები ესეთი რაღაცა ხო? აი ეს. ხო use tools რო არაფერი გადავცეთ ხო უბრალოდ პირდაპირ ეს დანარჩენი რაც წერია იყოს დესტრუქტურიზაცია და use tool იქ ორი ფჩხილით ჩვეულებრივად ცარიელი ანუ შეიძლება რომ ესეც წაუშავოთ ხო? აი ეს. ხო აი მაგათ გარეშე ვამბობ ხო ეს აი თავში. მასე მაქვს ხოლმე განაკეთები და ნახოთ თუ ამოიღებს. ხო, იდეაში მაინც ჩვეულებრივად შევა. კი ბატონო. ხო მაქვს ხოლმე მასე მუშაობდა ხოლმე და ხო ეგ გამიკვირდა უშიოლო და ის კი, მაშინ რატომ დავნახოთ თვითონ პერფორმანსი ახლა როგორ იმუშავებს. ხო, იმიტომ რომ იდეაში როგორც წავიკითხე მე დოკუმენტაციაში უშიოლო და შენც აღნიშნე ხა ხო რენდერის პრობლემას აგვარებს, აღარ ნახოთ. ამ ხო რაღაცა შემთხვევაში ვიდეოს უყურებდი YouTube-ზე და მე ახლა ინგლისური ვარ მოგატყოთ ახლა ვსწავლობ სალაპარაკო ინგლისურს და ახლა ნახევარზე მეტი ვერც გავიგე რომ აქ რას რენდერები გვაქვს ლაპარაკობდა კი ბატონო. აბა use shallow დავაბრუნოთ ახლა და შევხედოთ. ვიცი. use shallow. ონდეს ну, იდეაში, აი, ეხლა რა აპლიკაციაც გვაქვს მოცემული, სიმართლე რო ვთქვა, აზრი არ აქვს, როგორ ამოვიღებთ, მაგრამ უშუალოდ თვითონ ანუ ხო ანუ რო გადავხედე მე, ზუსტად ის რეკომენდაცია არის თვითონ რომ გამოვიყენოთ use shallow hook. რო აი ეს ზუსტად არ ვიცი როგორ ფიქსავს რენდერს. ხშირად მეც არ ვიყენებ ზუსტად, მაგრამ თვითონ უწერიათ დოკუმენტაციაში, ლინკსაც ჩაგიგდებთ თუ გინდა თვითონ დოკუმენტაციის რომ use shallow hook-ი პერფორმანსისთვის არის უკეთესი და ჯობია პრაქტიკაში ეს use shallow hook-ი რომ გამოვიყენოთ. და მაქედან გამომდინარე მეც შემდგომ ამ use shallow hook-ზე გავაკეთე ეს ყველაფერი. ну, ამ შემთხვევაში ადრესი გვაქვს. თქოს და აი იდეაში ეს ამუშავეთ და ეხა ხო, იდეაში კარდიც რატომღაც ამუშავდა. რაც ცნაურია.
ქართში რა მოხდა ეხა ცოტა ვერ მივხვდი. მაგრამ ხო, იდეაში, აი ნახეთ, ხო, აი ძალიან კომფორტულად აქ ადრესს თუ წავუშლი. აქაც ადრესი აღარ მაქვს. თუ მაგალითად არ ვიცი. Pizza Street გავუწერთ. აქვე Pizza Street გვაქვს და ძალიან ხო, ჩვენი სტორი მუშაობს იდეალურად. აქაც ესე იგი ამუშავდა რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს. ჩვენი კარდი. ეს რა. ხო, აქ მუშაობს, აბა ერთ წუთი დავამატოთ რამდენიმე. დარეკიშუები გვაქვს მაინც როგორც ხედავ, ხო. ესე იგი სკროლი არ მუშაობს, იქიდან გამომდინარე, რომ ხო, კიდე რომ დავამატო მე. ხო, ეს არ არის. საუბრობთ Max ვიცი გვაქვს გასაწევი. აი, user-თან დაკავშირებით თუ გვაქვს რაიმე შეკითხვა? თუ ყველაფერი გასაგებია. ყველაფერი გასაგებია, ჩვენი ამუშავებული კარდიც, მაშინ სწორად გადავსტილოთ ეხა აუცილებლად. ძალიან მარტივი ყოფილა ზუსტად ის რედაქში რამდენი წვალება გიწევს და რამდენი ჩალენჯი უნდა. ხო, უბრალოდ ეხა რატო გამოვაქ ეს? ამას სიმართლე ვთქვა, მე თვითონ ვერ გავიგე რა მოხდა აქ. მაგრამ შეიძლება თვითონ კომპონენტს არ ვარეფრეშებდი, არ ვიცი. აი. აბა ერთი წუთი, ხა საინტერესო რაღაცა ხდება. მოდი. ისიც გავო კომენტარი, ორი წუთი. უბრალოდ user-ი დავარეთ ერთ წუთი. ბატონო, რა გვაქვს? არ მუშაობს, მაინც მუშაობს. ესეც არ მუშაობდა, და წეგან ესეც არ მუშაობდა. აი, ნუ იდეაში კოდი სწორად გვეწერა, სავარაუდოდ შაციანის ხალი იყო რაღაცა. დავაბრუნოთ ჩვენი კოდი. აი, ესე. კი ბატონო, ეხა აქ რა დავჭა? აი, ნუ ერთი საინტერესო იქნება. მომენტ ლევანი საჯიშები რაც იყო, მოდი ანუ აქ მოვიდოთ. Why should we use shallow hook and not ხო, აი ზუსტად მაგას იძახის რა, ანუ ოპტიმიზაცია იმისთვის, რომ რერენდერების კუთხით თვითონ აქვს ზუსტად დაოპტიმიზირებული ესე ვთქვათ. და ანუ აქ გვაქვს შემდგომ ჩამონათვალი, ხო? Show who's you ensure that the component only renders when the specific piece. აი ზუსტად რაც თქვი მეც, რომ იდეაში ამ შემთხვევაში ვერ ხედავთ, მაგრამ large აპლიკაციაში რერენდერების ნაკლებობას იწვევს. და კი, კოდიც ბევრად clean არის დასაწერად. რა თქმა უნდა. კაი. ნუ იდეაში ეგ არის ლევან, მივხვდი ხო? რა ამბავიც გვაქვს use shallow-ში, რომ ეხლა ფიზიკურად ვერ ხედავთ პატარა აპლიკაცია გვაქვს, მაგრამ დიდ აპლიკაციაში თვითონ ზუსტად ის რეკომენდაცია არის, რომ use shallow hook-ით ამოვიღოთ ჩვენი ფუნქციონალი, უშუალოდ უკვე callback-ის გადაცემით, ხო? სადაც state-ი გვაქვს და ამ state-იდან ჩვეულებრივად key-ებს ვანიჭებთ და შემდგომ ამ ობიექტს რესტრუქტურიზაციას ვუკეთებთ. კლასიკური სინტაქსური ამბავია. კაი. აქ ხარ რა დაგვრჩა იდეაში? მგონი აღარაფერიც არ დაგვრჩა, ხო? მგონი მივიღეთ ჩვენი solution. როგორ არ დაგვრჩა? აქ ესე იგი ჩვენ ხა პრობლემა გვაქვს ჩვენ card-ში, უშუალოდ ჩვენ cards არ გააჩნია max ვიცი როგორც ვები. და შესაბამისად უნდა გავწეროთ აი ეგ. იდეაში არის flex column
ეს advd over to y scroll ეს pop over content-ი, ხო, და ამ pop over content-ში ვიყენებთ. და სიდა max 8.456 ხო, ამ შემთხვევაში აი ესე უკვე გავაფიქსე. უბრალოდ კიდე ერთი პრობლემა არის. აქ როგორც მე ვხედავ, ტოტალი არ მუშაობს, ხო? ეს ყველაფერი გვაქვს, უბრალოდ ტოტალი არ მუშაობს. კაი, მოდი, ტოტალსაც შევხედოთ, ტოტალში რა ხდება. ტოტალი გვაქვს დასაფიქსი და ინდექსში დავუსრულეთ. კაი, ტოტალი. დავიდეთ ალბათ ჩვენ სტორში და ვნახოთ ტოტალში რა ამბავია. სლაისში ტოტალი არის 0. ამ შემთხვევაში ხო, იდეაში ტოტალი წესით უნდა მუშაობდეს, უბრალოდ ახლა ჩვენ set totals წესით არ უნდა ვიყენებდეთ. აი, არის. აქ ჩვენ ხო გქონდა set totali. set totali ამოვიღოთ ჩვეულებრივად და ახლა გვჭირდება აქ ჩვენ set totalis გამოყენება. და set totali ახლა აქ სად შეიძლება რომ გამოვიყენოთ, მოდი მაგაზე დავფიქრდეთ. ვიავიხსენოთ აქ ესე იგი პროდუქტები. პროდუქტებს ვიღებთ, ხო? აი ეს გამოყენებით და თუ პროდუქტი მაქვს, მაგ შემთხვევაში ვაჩვენ ამ buttons და შესაბამისად button-ში მე მაქვს decrement და increment-ი, და ერთად გავიაროთ ეს წინა. გოია, თუ პროდუქტი ფიზიკურად აღარ მაქვს, მაგ შემთხვევაში არც ეს აღარ მაქვს. და ეხლა დაგვჭირდება აი კონკრეტულად თითოეული აი change quantity button-ისთვის, ასევე დავთვალოთ ტოტალი და ტოტალის დათვლა ეში შეგვიძლია მოვახდინოთ და შევხედოთ ყავს. როგორ შეიძლება? აბა რამე suggestion-ი გვაქვს, როგორ შეიძლება? მე ვიტყოდი use effect-ით იქნება იდეალური ტოტალის დათვლა, ხო, იმიტომ რომ button-ზე ხდება რაღაცა, ხო, count-ი იცვლება, quantity იცვლება და შესაბამისად აი ამ თითოეულ შუალედში side effect-ად შეგვიძლია use effect-ით დავითვალოთ უშუალოდ ეხა ჩვენი ტოტალი. მაგრამ ამისთვის დაგვჭირდება რაღაცა change-ების გაკეთებაც. Okay, მაგრამ მოდი ნელ-ნელა გავუყვეთ და შევხედოთ ამ ესე იგი ტოტალი შემოვაიმპორტეთ. აქ მე დავადეფაინეთ use effects, ესე. კონდეს. ანუ ჩვენ use effect-ი გვაქვს და ეხლა მოდი დავფიქრდეთ use effect-ში მერისი გაკეთება დამჭირდება. use effect-ში დამჭირდება რომ შევქმნა რაღაცა ცვლადი, რომელიც არ იქნება ubiko და ეს ცვლადი შემდგომ დამეხმარება რომ დავითვალო რა შეიძლება რომ იყოს ანუ count, იმიტომ რომ set total ფუნქცია გვაქვს და set total ფუნქციას შეგვიძლია ჩავწეროთ reuse. მოდი შევხედოთ set total ფუნქცია ჯერ რა გვაქვს. set totali არის ჩვენი ფუნქციონალი set out states ვაწვდით და state totali უდრის totals. კი ბატონო. შესაბამისად შეგვიძლია გადავაწოდოთ ესე ვთქვათ function-ი ან პროდუქტებზე მაგალითად გამოვყავთ reduce-ი, ხო? და აკუმულატორის და თითოეული აიტემის დახმარებით, რომ აკუმულატორი თავიდან იყოს 0, შესაბამისად შეგვიძლია მერე უკვე მაგალითად აკუმულატორს ესე ვთქვათ, თავიდან იქნება 0, დაუმატოთ აიტემის price-ი და quantity, ხო? ანუ quantity-ს გვაქვს, price-ს გვაქვს, ეს ორი უნდა გამოვაყოთ ერთმანეთზე და დავუმატოთ აკუმულატორი და შესაბამისად აკუმულატორი გაიზრდება და შესაბამისად, ხო, იდეაში quantity-ს და price-ის პროცესიც იქნება დაჰენდლილი.
ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ use effect-ში. მაგრამ ეხლა როგორ შეიძლება ეს ყველაფერი use effect-ში გამოვიყენოთ? აი, ეგ არის საინტერესო. და მაინტერესებს აბა, როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ ბიოში ბოლო ნაწილია ეხლა რაც ვაკეთებ და აბა უფრო მეტად ჩავერთოთ, თან მიტომეტეს თუ არ წერთ, ამ რაღაც იდეებს გკითხავთ ეხლა. ჯერ არ ვიტყვი, რას გავაკეთებ უშუალო წუთთანში, მაინტერესებს თუ გვაქვს მაგასთან გამოცდილება. აბა ესე იგი, აი აქ გვაქვს ჩვენ აი ეს change-ი, აქ გვაქვს ჩვენ use effect-ი და ამ use effect-ში ეხლა მე რაღაცა const-ი უნდა შევქვა. და ამ const-ში რა შეიძლება რომ გავაკეთო? პირდაპირ ტოტალი დავითვალოთ? თუ აი როგორ გავაკეთოთ? აბა რას ფიქრობთ? და რა ჩავერთოთ? ჯერ რაოდენობების ტოტალი არ ჯობია, ხო? ეს გადავამრავლოთ, ანუ თითოეული პროდუქტი რაოდენობაზე რამდენი არის და მე დანარჩენები დაემატება, ხო? ასე გაკეთდება მე მგონი. კი ბატონო, კი, ეგ ანუ რას ვთქვი, ამ ჩვეულებრივად reduce higher order functions გამოვიყენებთ მაგისთვის. მაგალითად, აი subscribe თუ გაგვიგია, უშუალოდ აი ამ ზუსტანში. რა არის ჩვენი subscribe? არა. subscribe არ გაგვიგია. კაი. subscribe თუ არ გაგვიგია, მაშინ ვიტყვი რომ იდეაში ჩვენ სადაც ვსთორავთ ეხა, ხო, ანუ ამ შემთხვევაში მე რა მაქვს? ამ შემთხვევაში მე მაქვს DevTools-ი, DevTools-ი ვნახეთ, როგორ შეიძლება რომ DevTools-ი გამოვიყენოთ და ასე გვაქვს ეს ჩვენი იმერი გამოყენებული, ხო? middleware-ი ზუსტად ისպես. აი ამ იმერის თავზე, აი ამას ეხა. აი ამას. Ctrl-Z-ით. Ctrl-X გავუკეთებ და აქ subscribe with selector isog change-ს. sub. ეს თეატრი გვექნება და აქ მექნება მე აი ეს. და middleware-ს შემოვაიმპორტებ, ხო, ასეთ ზუსტად middleware-დან წამოგვივა ჩვენი subscribe with selector. და ახლა შეგვიძლია აქ წამოვიდეთ და უკვე შეგვიძლია რა გავაკეთოთ. უკვე შეგვიძლია დავასაბსკრაიბოთ და ამ subscribe-ის გამოყენებით უკვე გამოვიყენოთ ჩვენი აი ეს მაუსი რატო ქრება. სუთი. ამ შემთხვევაში ახლა მე შემიძლია შევქნა აქ სვლადი. მე დავრქვა on subscribe, აი ეს რაღაცა გავაკეთო. შემიძლია გამოვიყენო use story უკვე გვაქვს. ამას subscribe გავუწიოთ subscribe-ი ჩვენ use store-ზე და ამ subscribe-ში ახლა რა გვექნება? ამ subscribe-ში პირველი გვექნება state-ი, ხო? და ამ state-იდან მე ამოვიღებ უშუალოდ state products, ეს იქნება ჩემთვის 1 და მეორე იქნება უშუალოდ products და აქ მოხდება ახლა დათვლა. State products სუთი. ხო, ამ შემთხვევაში ეს არის ეს პასუხი ტოტალი შემიქმნას, ამ შემთხვევაში ტოტალი შექმნა ზედმეტად აღარ მჭირდება, იმიტომ რომ set total function-ი მაქვს. set totals გამოვიყენებ და set total-ში ახლა რა გვექნება? products გვაქვს array, შესაბამისად reduce გამოვიყენებ, კი ბატონო, მაძლევს აკუმულატორი მექნება და თოვლი item-ი მექნება. და შესაბამისად აქ უკვე ახლა მოხდება accumulators plus იდეაში სწორად იძლევა. ასეთი რაღაცა გაკეთდება, მოკლედ ამ შემთხვევაში ხო, აკუმულატორი, რომელიც თავიდან 0-ია, დაემატება item quantity, ანუ ვიცით რომ პირველი გამრავლება კეთდება, შესაბამისად item quantity რამდენიც მაქვს, ხო? item price-ი გამრავლდება. თუ 2 ცალი მაქვს, მაგალითად 2 უნდა გავამრავლო price-ი. და შესაბამისად შემდგომ დაჯამდება უშუალოდ აკუმულატორით რა როგორ ხდება. ეხლა ამას აქვს კიდე ერთი ესეთი property, რომ უნდა გავუწეროთ რა fire immediately, რომელიც უნდა იყოს true, რომ ეგრევე გაეშვას ეს ჩვენი subscription.
და აქედან ეხა რომ memory leaks თავი ავარიდო რაღაცა მსგავსი არ მოხდეს, შემიძლია პირდაპირ დავარეითარნო ჩემი ეს answer-ი. answer-ი არა, ბოდიში, answer-ი. და აქ მექნება dependency, რომელსაც suggestion-ს მომცემს ავაროთ, კი ბატონო, set totally. ეს. და იდეაში, ხო, ეს ყველაფერი, ხო, ანუ აქ დამატებითი ცვლადის შექმნა აღარ მომიწევს. ხო, რომ მაგალითად აქ ტოტალი გამოვიძახ, ხო, მე იმ ტოტალში დავითვალო აიტემები და მე ეგ ტოტალი დავარენდერო, არა, ამ შემთხვევაში პირდაპირ манипуляციას ვახდენ, აი ზუსტად ის. ავიდეთ კიდევ ერთხელ შევხედოთ. hard slice-ი გვაქვს, ხო, ამ შემთხვევაში ვიყენებთ აი ამ ფუნქციას set totals და ასევე გვაქვს დადეფაინდებული ეს ტოტალი და შესაბამისად უნდა დაგვი update-დეს ავტომატურად. აი მოდი შევხედოთ, აბა, როგორ იმუშავებს ხა ჩვენი ტოტალი. ავტომატურად ამ შემთხვევაში ვნახავთ, რომ ოკეი. იდეალურად მუშაობს, ასევე შეგვიძლია მოვერთეთ კიდევ ერთხელ. აბა, sheet-ზე street 14 ავწეროთ ჩვენ users. ოკეი, ესეც დავიაპდეიტდება. ასევე total-საც იდეალურად ითავს. კი ბატონო. შეგვიძლია მართვა ამის, ერთად წაშლა, დამატება. დამატება max height-ის გამოყენებითაც, ოკეი, scroll-იც გავაკეთეთ, შეგვიძლია ეს ცოტა გავაკიდოთ. ან დავტოვოთ ესე რა მნიშვნელობა აქვს და ხო, შეგვიძლია გავასუფთავოთ კიდევაც ჩვენი კარტი. კი ბატონო. ნუ იდეაში ყველაფერი მაქსიმალურად გავმართეთ, რაც გვჭირდება. კაი, აბა, რაიმე შეკითხვა თუ გვაქვს ახლა, მაინტერესებს. ან თუ გასაგები არის ზუსტანდი აქ ერთ-ერთი რაც გავაკეთეთ, ესე იგი subscribe-ი გამოვიყენეთ და subscribe-ის საშუალებით აქ შევძელით ჩვენ ხო, თვითონ ტოტალის დააპდეიტება. დაახლოებით ავიდე. ეს პრაქტიკაში აკეთო სწორე. ანუ პრაქტიკაშიც ხო, ანუ ზუსტად ხო, ნუ ეხა ესე ზეპირად ვერა, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ნახე, მთავარი ის არ არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რაღაც დაზეპირებული გქონდეს ეხა ეს სინტაქსი, ხო, გინდა თუ არა, რომ აი subscribe-ზე ეხა მე ავდგე და თავში მედოს და ლურსმანივით ჩაწვედილი მქონდეს, რომ აი ზუსტანში ესეთი რაღაცა ხდება და ღამით ვილას რომ გამოგვიძებს და რომ მითხრას, აი მე ეგრევე ეს დავწერო, ხო, ანუ ესე რეალურად არ არის. თავარი არის ვიცოდეთ, რომ მსგავს სიტუაციაში, ხო, ანუ ზუსტანში გვაქვს რა კიდევ ერთხელ, ხო? როდესაც TypeScript-ს ვიყენებთ, გვაქვს იმერი უშუალოდ მიდუბიარისთვის ზუსტანდისთვის და სინტაქსი არ აქვს მნიშვნელობა, ვიცით თუ არა მთავარი გვესმოდეს და ასევე გვაქვს subscribes with selector, ხო? სადაც selector-ით ვირჩევთ, subscribes ვუკეთებთ, update-ებთ უშუალოდ use effect-ის გამოყენებით, როგორც აი აქ გავაკეთეთ და შესაბამისად იდეალურად ანუ card-ი update-დება side effect-ად, ესე რომ წარმოვიდგინოთ. შესაბამისად თავარი არის გვესმოდეს კონცეფცია, ვიცოდეთ თული როგორ გამოვიყენოთ, რისთვის გამოვიყენოთ და ამ შემთხვევაში ზუსტად ეგ განვიხილეთ და დანარჩენი ხო, თუ პროექტის არ დაგჭირდება და რაღაც სინტაქსის დაწერა დაგჭირდება, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ამ რეპოზიტორს მე რაც დავტვირთო. მივაკითხოთ, ან მივაკითხოთ დოკუმენტაციას, ან თუნდაც EA-ს ვკითხოთ სწორად და შესაბამისად ან უკვე პრობლემა მოგვარებულია. მაგრამ მე თუ არ ვიცი საერთოდ subscribe with selector-ი რა არის და საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს მსგავსი რაღაცის გაკეთება. შეიძლება ზუსტად ის გამოყენებით. მაშინ უკვე სხვა გზას ავირჩევ და მაშინ უკვე აქ არა subscribe-ს გამოვიყენებ user-ში, არამედ რაღაცა total-ს შევქმნი, სადაც მე ამ set totals გამოვიყენებ და იქ შევინახავ უკვე ამ ცვალდებს და უკვე სხვა მიმართულებით წავალ solution-ის მიხედვით. შესაბამისად, თავარია სწორი practice ვიცოდეთ, რასაც ჩვენ master class-ებზე ვაკეთებთ და დაზეპირების ამბავი საერთოდ არ არის კაი ამბავი და ფიზიკურად ვერც დაიზეპირებთ ყველა სინტაქსს, ხო? მით უმეტეს JavaScript-ის სამყაროში და არა მხოლოდ JavaScript-ის სამყაროში. იმიტომ რომ თქო უნდა განვითარდეთ და შემდგომ უფრო მეტი უნდა ისწავლოთ. შესაბამისად,
დაზეპირება და რაღაც ის დაზუთხვა არის ყველაზე ცუდი რაღაცა, რაც შეიძლება ადამიანმა პროგრამირებაში გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეხლა ელემენტარული სინტაქსი უნდა ვიცოდეთ, ხო? და მაგას იდეაში დაზეპირება არ სჭირდება, იმიტომ რომ ყოველდღურად წერთ, მაგაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მსგავსი რაღაცა თუნდაც იყოს third party სერვისები, ხო? აი თუნდაც მაგალითად uSquare use mutation-ი, ხო? ან უკვე იცი რომ არსებობს, უკვე იცი რომ რას აკეთებს, ან Redux-ში, ხო? მაგალითად Thanks-ი, სხვადასხვა ფუნქციონალი, Redux-ი ძალიან დიდია. შესაბამისად, იქ ფიზიკურად მთლიანად ვერაფერს ვერ დაიზებირო. თავარია გესმოდეს რა როგორ მუშაობს და შემდგომ უკვე შესაძლებლობა გაქვს მიაკითხო იმ რეპოზიტორებს, მიაკითხო დოკუმენტაციას და მიაკითხო AI-ს, რომ უკვე სწორი სინტაქსი მოგაწოდოს სიტყვაზე რაღაც მომენტში თუ თავიდან რაღაცა ამოგივარ და კონკრეტული task-ის შესრულების დროს, იმიტომ რომ ეს არის ნორმალური პროცესი. უბრალოდ ეგ არის, რომ ანუ ჩვენ პრობლემები უნდა გადავჭრათ და ბაგით ვიქნებით კარგი დეველოპერები და არა იმით, რომ ყველაფერი თავში კვედება და ყველაფერი დაზეპირებული იქნება, ანუ ფიზიკურად მასე AI-ს ვერ საჯობებ, ხო? AI-მ რომ სინტაქსი იცის და ყველაფერი იცის, ყველაფერს ეწვლა მაქვს, სულ დღე და ღამე რაღაცები იზეპირო, ფიზიკურად ვერ აჯობებ. მაგრამ AI იმაში ვერ გაჯობებს, სად რა როგორ სწორად გამოიყენო, როგორი არქიტექტურა დაალაგო და აი ზუსტად ეგ პრობლემა გადაჭრა, რაც კონკრეტულად projects სჭირდება. მაგაში იდეალური შესაძლებლობა რომ AI ვერაზოს ვერ გაჯობებს. შესაბამისად, ხო. თავარია გვესმოდეს კონცეფცია. ჩემი აზრით, საკმაოდ კარგად გავიაზრეთ ზუსტად ეს კონცეფცია, ასევე ბაგებიც ჰქონდა და ერთად გადავჭერით ეს ბაგებიც და საინტერესო იყო საკმაოდ. ასევე შატსიენი გამოვიყენეთ, შატსიენის პრობლემებიც ვნახეთ. საბოლოო ჯამში დავარენდერეთ და ასევე ვნახეთ კურსორი როგორ უნდა გამოვიყენოთ და ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება ყველასთვის, რომ გადავიდეთ კურსორზე და გავხდეთ უფრო სწრაფები, იმიტომ რომ კურსორით მით უმეტესთან ბექში შეიძლება სასწავლების ჩადენა, მაგ სასწავლებსაც ჩავიდეთ და ასევე ხო ანუ ჩვეულებრივად. შეიძლება აი უკვე მე ვიცოდე, ხო, ანუ აი აქ მაგალითად უკვე ვიცი რის დაწერა მინდა და პირდაპირ suggestions მაძლევს. რატომ დავწერო მე იგივე, რაც უკვე ვიცი. როდესაც Google-ი ამბობს ან Facebook-ი იტყვის, რომ აი ჩვენ კომპანიაში AI აგენერირებს 40% კოდს, ხო, ამ შემთხვევაში, ხო, ანუ AI-მ შეიძლება ვთქვათ, რომ 40 კოდი კი ბატონო თავისუფლად დაგვიგენერირა, მაგრამ თვითონ AI-ის solution-ი შეიძლება 1%-იც არ იყო, ხო, ანუ ჩვენ ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ უბრალოდ. რაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორია და რაც მჭირდებოდა ვიცოდი და AI-მაც ზუსტად იგივე დაამთხვია, მაგ შემთხვევაში მივეცი შესაძლებლობა, რომ ეს suggestion-ი ჩამეწერა უკვე კოდში. შესაბამისად, მაგას შეიძლება რომ დავარქვათ, რომ AI აგენერირებს, მაგრამ იმ კოდსაც ხო ანუ ჩვენ ვიღებთ მაგ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, თავარი არის კიდევ ერთხელ კონცეფციის კარგი გაგება და გააზრება, სად რა უნდა გამოვიყენოთ და არა ის, რომ დავიზეპიროთ რაღაც სინტაქსი და მაგით ვაჯობოთ სხვას. ოკეი? კაი, რამ კითხვები გვაქვს ახლა? ან ამ თემასთან დაკავშირებით, ან უშუალოდ ზუსტადთან დაკავშირებით. ანუ როგორც გავიგე ეს იმერი რო გვაქვს, TypeScript-ს ვერ ვიყენებ, თავში არ გჭირდება იქ, ხო? ნახე, სად ვიყენებთ იმერს. ვიჰენდლავს ეგ რაღაც. ანუ ეგ მომენტი არის ჩემთვისაც ხო მაგ ცოტა მინდოდა ამ შემთხვევაში ნახეთ, ეხლა რა ხდება. სად არის ჩვენი card slice მოვიდა. ამ შემთხვევაში ხო ანუ ნახე, ანუ state creator-ი გვაქვს და ამ შემთხვევაში გვაქვს იმერი. ეს იმერი რო წავუშალოთ. ნახოთ რა ხდება. ნახეთ, ამ შემთხვევაში ესეთი რაღაცა ვერ გაკეთდება. რომელსაც type store, void is not assigned to parent of store. ხო, ესეთი პრობლემა გვექნება. ეხლა იმერი რომ მე დავა ერთო. ხო, ანუ აი მსგავსი სინტაქსის წერის საშუალებას მატებს. ეს middleware-ია ესე. კი, middleware-ია ზუსტად, აი ნახე. აქაც შეგვიძლია ახლა ვკითხოთ, რომ why immer and is it now. And she can I use without immer. If I am not using TS. ანუ ახლა რა სიტყვის? აი მსგავს სიტუაციებში იდეალურია, ხო? ან როგორც ვახსენეთ, რომ middleware-ია
და მიდუვია რას ნიშნავს რომ რაღაცა გაგვიმარტივოს. ამ შემთხვევაში ხო, მოდი ზუსტად წავიკითხოთ simplify state updates by allowing you to write mutations directly. ხო, აი ნახეთ, პირდაპირ ვაძლევს შესაძლებლობას, რომ update-ი გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში პირდაპირ ხდება, ხო, ჩვენ ფუნქციონალში გვაქვს state-ი, ვსვეტავთ და მე ამ state-ს უკვე ვააპდეითებთ. ხო, კიდევ ერთხელ, აი particular complex state management scenario where immutability is required but the person to manage manual. ასევე სინტაქსსაც გვიმარტივებს, ეს არის ბევრად მარტივი საჭიერი. ხო, და იდეაში ერთი წუთი აი თუ გვანახებს ახლა. ხო, აი ამ შემთხვევაში როგორც ხედავ ახლა იმერი წაუშალა, ხო? კი ბატონო. აი აბა ამას apply გავუკეთოთ და ნახოთ წუთი. რა change გვაქვს? ხო, აი ამ შემთხვევაში ნახეთ უკვე როგორი კომპლექსური გახდა, აი მაგალითად increment and decrement ნახე, ანუ იქ პირდაპირ ვაპდეითებდი. აქ უკვე რაღაც ჩეკები დამჭირდა, ხო? ბევრად დიდი კოდია ახლა. ბევრად დიდი კოდია და უფრო რთულად არის გასაგები, ესე ვთქვათ და იმერი აი ამ რაღაცა სინტაქსურ ამბავში, ну, სინტაქსურ ამბავს რო თავი დავანებოთ, ხო? როცა არის middleware და უკვე შესაძლოა გვაქვს რომ პირდაპირ დავაპდეითოთ ჩვენი state-ი, ანუ ყველაფერი ნათქვამია რა. აი აქ ნახე, ანუ ყველას აქ ამ შემთხვევაში ხო აი decrements, increments აქვს return-ი რა. ანუ ჩვენ spread out states და მე კიდე ახალ products. წინა შემთხვევაში რო შევხედოთ, ამ შემთხვევაში აღარ გვჭირდება, ჩასფროების ამბავი არ გვჭირდება. Immutability-ის ამბავს აგვარებს იდეალურად ეს ჩვენი middleware. ამიტომ, ხო, იდეაში Mac question-ზე, მაშინ მას შეგვიძლია გავხსნით პასუხი, თქო რომ TypeScript-ს თუ არ ვიყენებთ, lines უფრო კაი იქნება იმერის გამოყენება. ამ შემთხვევაში TypeScript-ის გარეშე უბრალოდ, ხო, ანუ აქ არ დაგვჭირდება არანაირი type-ის გაწერა და შესაბამისად stores მოვაქცევთ ჩვენ იმერში და ეგ იქნება ერთადერთი key change. ხო, შეგვიძლია ესე იგი თავმოვთქვათ, რომ ზუსტად თუ ვიყენებთ, ჯობია იმერი გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ბევრად გაგვიმარტივებს ცხოვრებას და ზუსტად გამოყენებას. როგორც მაგალითად use shallow hook-ი. როგორც performance ერთველა უნდა use shallow-ი არ იყოს, ხო, თორე მართლა ამარტივებს ფაქტია. ფაქტურად ანახევლებს კოდს კი არა უფრო მეტიც. კი ბატონო. ამის ჩაღრმავება ეხლა რომ აი იმერი რას აკეთებს, ხო? მით უმეტეს third party library-ისთვის, ჩემი აზრით მაინც დროის კარგვაა და ჯობია უბრალოდ სწორ use case-ებს გავეცნოთ, როგორ იყენება. უშუალოდ ნახოთ ზუსტად რას გვირჩევს და მაგით ვავარჩე იდეაში ეს იმერიც, subscribe with selector-იც და use shallow-ს, რომ დოკუმენტაციაში ამოვიკითხე, რომ არის ყველაზე კარგი ესე ვთქვათ საშუალება performance-ისთვის. პირადად მე ზუსტად არ გამომიყენებია რეალურ პროექტში, რეალურ task-ად არ მქონია. ხო, კომპანიაში სადაც მუშაობდი, ან თუნდაც line dev-ში ახლა სადაც მუშაობ, ზუსტად არ გამოგვიყენებია. მაგრამ საკმაოდ კარგი third party service-ია და როგორც ვიცი, უშუალოდ React Native-ისთვის, სადაც storage არის აუცილებელი, ამ ბოლო პერიოდში ზუსტად ამჯობინებენ თავისი სიმარტივიდან გამომდინარე და ამ სიმარტივეს ახლა ვხედავთ, ხო, ამ რაღაც იმერს, როდესაც ვამატებ და use shallow-ს, მაგალითად როგორც არის მაგალითად Redux-ი, ხო, უფრო კომპლექსური, უფრო რთულად სამართო. კი ბატონო. აი ეს თუთი ჩაწერას გავეშერებ ახლა, იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა